ვეფხისტყაოსანი გენიალური წიგნია, ვამბობთ ჩვენ. ეს არის სოფლიო ლიტერატურის შედევრი. ჩვენი კულტურისა და ლიტერატურის ფასდაუდებელი და უმნიშვნელოვანესი ძეგლი. არ ვიშურებთ საქებარ ეპითეტებს, ვასხამთ ხოტბას, განვადიდებთ ამ წიგნს და რაღაც ბუნებრივად იბადება კითხვა, როდის ვკითხულობთ ხოლმე ჩვენ ამ ტექსტს. და როცა ვკითხულობთ, რამდენად ვიგებთ და ვიაზრებთ იმას, რაც იქ წერია. რამდენად არის ეს ტექსტი ცოცხალი, საინტერესო, მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მოზარდებისთვის. იმიტომ რომ ზუსტად მოზარდობის ხანაში ვეცნობით პირველად სკოლაში გვევალება, მე-11 კლასში კითხულობენ მოზარდები. მერე ან უბრუნდებიან, ან აღარ. უფრო ალბათ ვეღარ. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ აფორიზმებად დაშლილი რაღაც გარკვეული ეპიზოდები, ხასიათები, გმირები გვახსოვს და როგორღაც თან მიყვება ხოლმე ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვიყენებთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს ტექსტი უფრო მეტია ვიდრე აფორიზმები. და ამ კითხვას რო დავუბრუნდე, რომელიც თავიდან დავსვი, რამდენად ცოცხალი არის ეს ტექსტი, მე 16 წელზე მეტია ლიტერატურას ვასწავლი, მათ შორის ვეფხისტყაოსანსაც. მოზარდებთან მაქვს ყოველდღიური ურთიერთობა და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ კი ეს ტექსტი არის ცოცხალი, მნიშვნელოვანი, საგულისხმო მოზარდებისთვის და თუ ჩვენ შევძლებთ და გასაგებად, საინტერესოდ ვასწავლით მათ ამ ტექსტს, ისინი ბევრ რაღაცას მიიღებენ. აი როგორც საბადო, ისე ერთგვარი გზამკვლევი, მეგზური, მათ შორის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც. და ახლა შევეცდები გავყვე ამ საფიქრალს და ერთ ეპიზოდსა და ერთ გმირზე, ერთ პერსონაჟზე დაკვირვებით ვაჩვენო, რამდენად საინტერესო შეიძლება იყოს დაკვირვება პერსონაჟებზე. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ მოზარდობის ხანაში, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს საკუთარი თავი მოზარდობისას. აი მაშინ, როდესაც თქვათ ვართ რაღაცა პრობლემის ან ცხოვრებისეული სირთულეების წინაშე და მოზარდობისას ჰიპერბოლიზება ახასიათებთ მოზარდებს და ნებისმიერი პრობლემა, რომლის წინაშე დგავართ, არის უზარმაზარი, გადაულახავი, მასშტაბური, დიდი. და აი მოდი ვნახოთ, მე გთავაზობთ ავთანდილის მეთოდს, როგორ უმკლავდება ავთანდილი იმ სირთულეებს და დაბრკოლებებს, რომლებსაც აწყდება. მთელი ტექსტის განმავლობაში და ერთ ეპიზოდზე დაკვირვებით. და გთავაზობთ, რომ გავიხსენოთ ავთანდილი მქისე, უგემურ, უდაბურ ადგილას მოხვედრილი, ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში ჩავარდნილი, ასე ამბობს რუსთველი, ლამის მიჰმართის დანასვან სუიციდური ფიქრები აწუხებს, უკვე იმდენად ცუდად არის. იმიტომ რომ თინათინის მიერ მიცემული დრო, მოსაძებნად რაც ქონდა უცხო მოყვის მოსაძებნად, აი ითვლის თვითონ დღეებს და თითქმის უკვე აღარ აქვს ეს დრო. რაღაც 2-3 თვე აქვს დარჩენილი. და აი დგას დიდი დილემის წინაშე. რა გააკეთოს? უკან დაბრუნდეს ხელცარიელი უცხო მოყმის ამბის ვერმცნობი ეს გამორიცხულია მისთვის. რომ არ დაბრუნდეს, მაშინ შერმადინი მივა მეფესთან არაბეთში, როგორც აქვს მას დაბარებული და გამოცხადდება ქვეყანაში გლოვა და ტირილი, იმიტომ რომ ავთანდილმა დაიბარა, თუ მე 3 წელიწადში არ მოვედი, ესე იგი აღარ ვარ ცოცხალი, მიგლოვეთ და მიტირეთ. და ეს მოხდება. და აი ამ უმძიმეს ემოციურ მდგომარეობას ძალიან ზუსტად აღწერს რუსთველი, ზუსტი შესატყვისებით, აი მაგალითად ამბობს, რომ ამას იგონებს ტირილით გონება შეიწრებული. როგორი საინტერესო დაკვირვება მართლაც, როდესაც ჩვენ რაღაც გვაწუხებს, ან რაღაც დარდი გვაქვს, ან ტკივილი გვაქვს, მთლიანად თითქოს მთელი ჩვენი არსებით ვართ ფოკუსირებული და კონცენტრირებული აი ამ ტკივილზე და გონებაც აი შევიწროებული და ფოკუსირებული ამ ტკივილზე და ასე არის ახლა ამ მომენტშიც ეს ავთანდილი. აი როგორღაც ვართ ხოლმე ჩაფლულები ამ სატკივარში. ფოკუსი ვიწროვდება და აი ამ ტკივილის იქით ვეღარაფერს ვერ ვხედავთ. და ავთანდილს ძალიან საინტერესოა, რომ თვითონაც გადასარევად გამოსდის საკუთარი ემოციური და სულიერი და ფსიქიკური მდგომარეობის აღწერა და ღმერთს ამუნათებს, საყვედურობს, აი ესეთ რაღაცას ეუნება, რომ
შენო გულით ჩემით სიხარულნი აღფხრნენ, ჭირნი დააბუდენ. მთელი სხეული გაჯერებული აქვს აი ამ ტკივილით. და აი მე ხდება ის, რაც ნაბიჯ არის შესასწავლი და ნაბიჯ უნდა დავაკვირდეთ, რას აკეთებს, როგორ იქცევა გმირი, რომელსაც სურს საკუთარი თავის ამოყვანა ესეთი მძიმე ემოციური მდგომარეობიდან. აქ კიდე მიუნჰაუზენი მახსენდება არის ერთი მისი ცნობილი ამბავი, რომ ჭაობში ვეფლობოდიო და საკუთარ თავს ესე თმაში ჩავავლე, პარკში ჩავავლე ხელი და ამოუქაჩეო. აი როგორღაც ასეთ რაღაცას აკეთებს, ჩაფლული ამ გამოუვალ მდგომარეობაში, აი ამ დილემაში ავთანდილი საკუთარ თავს გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. და ეს მეთოდი, რასაც იგი იყენებს, საინტერესოა ყველასთვის, ვისაც სურს გახდეს საკუთარი თავის საუკეთესო მხარდამჭერი. და აი რას აკეთებს ავთანდილი? დგება, დაუყვება ტყის პირს. შამბნარ წყლიანი ადგილია. იქ ისმის წყლის რაკრაკი, აკვირდება კიდევ გარემოს, ეგეც ძალიან საინტერესოა. და თან ფიქრობს, ამ მომენტში ის იყენებს ერთ ძალიან საინტერესო ტექნიკას, მეთოდს, რომელიც სტოიკოსებისგან არის ცნობილი. ამ მეთოდს ეწოდება ბოროტების პირისპირ დგომა ან ბოროტების მოლოდინი. აი ყველაზე უარეს სცენარს რო წარმოიდგენ, რაღაცა რთულ სიტუაციაში ხარ, ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციაში, წარმოიდგენ უბოროტეს, ყველაზე საუარეს, ყველაზე ცუდ სცენარს, გაითავისებ, იწვნევ ამას ყველაფერს. ეს მეთოდი გამბედაობასა და სიმტკიცესაც საჭიროებს. და აი მე ვცდილობ ამოიყვანო საკუთარი თავი აქედან. ეს არის მიჩქმალვის საპირისპირო ტექნიკა. ანუ მიჩქმალვის დროს რას ვაკეთებთ ხოლმე? ვცდილობთ რომ ყურადღება არ მივაქციოთ საკუთარს, სადღაც გადავიტანოთ ყურადღება. და ეს ტექნიკა არის ამ მიჩქმალვის საპირისპირო. და საინტერესო კიდევ ის არის რომ მე სხეულში არ იბუდებს რაღაც სახიფათო ფსიქოტრაუმად. მაგრამ როგორც თქვი, გარკვეულ სიმტკიცეს და გაბედულებას საჭიროებს და ავთანდილი ასეთია, მტკიცეა, გაბედულია, მამაცია. მე რას აკეთებს? იწყებს საკუთარი თავის შეგულიანებას. აი ამბობს, ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. კიდით კიდემდე სულ მოვიარე ყველაფერი. ერთი ადამიანიც ვერ ვნახე ამ კაცის მნახველი, ამ უცხომოყვის მნახველი. და მე ეს ფრაზა აწტირილი არას მარგებს, ცუდად ცრემუნი რასამდიან. რთავს საკუთარ თავს ტირილის ნებას, ბოლომდე ჩაყვინთავს აი ამ სირცხვილის, ტკივილის, დარდის ჭაობში, მე ესე დაჰკრავს ფსკერს და ამოყვინთავს, იქ არ ჩერდება. მოაჯდება თავის ტაიჩს და მიაცორვებს, შეჟღრენით მონაწყენია, ამბობს რუსთველი. აკვირდება გარემოს, თვალით მოზომავს მინდორს, ტყიანი ადგილია, მშვენიერი. მე შეარჩევს ერთ ადგილს და არა მარტო გარემოს აკვირდება, არამედ საკუთარ თავსაც. და მიხვდება, რომ შია. ესე ამბობს, ეგრეცა ჭამა მოუნდის ადამის ტომთა წესითა. და სახელდახელოდ კი არ უნდა ჩათქვლიფოს რაღაც, არა, უნდა რომ აი რაღაც მოინადირებს, შეწვავს მწვადს, გემრიელად გაიშლის და ემზადება ტრაპეზისთვის და აი აქ უკვე ხდება ის, რაც ამ პატარა, მაგრამ დიდებულ თავგადასავალს ლოგიკურად ასრულებს. გამოჩნდებიან ხატაელი ძმები და აქაც ავთანდილი ამ ყისერად ერთვება ცნობის მოყვარეობა. ის არ ამბობს, ეხლა მე საჭმელი მაქვს დასამთავრებელი, იქ რა ხდება არ მაინტერესებს, არა, ყველაფერს ტოვებს და მიდის. და ეკითხება რა ხდება ძმებო, რა გაგჭირვებიათ? და მეერე უკვე იწყება ის დიდებული თავგადასავალი, რომელიც სრულდება ქაჯეთის ციხის აღებით. ანუ რომ არა ეს მომენტი, სავარაუდოდ აღარ მოხდებოდა ის ყველაფერი, რაც მოხდა შემდეგ. და აი აქ ჩემი მოსწავლეები სვამენ ხოლმე ერთ საინტერესო კითხვას. მას ხომ გაუმართლა, ამბობენ ისინი. ხო, საინტერესო კითხვა არის.
სინამდვილეში კი არ გაუმართლა საკუთარი თავი მიიყვანა ავთანდილმა საჭირო დროს, საჭირო ადგილას. ეს არის გმირი, რომელიც თვითონ არის საკუთარი ბედის შემოქმედი და საკუთარი გამართლების შემოქმედიც. ძალიან ბევრნაირად შეიძლებოდა განვითარებულიყო მოვლენები. ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო სხვანაირად და განსხვავებულად, მაგრამ მან ყოველ ჯერზე არჩია ფიქრი, დაკვირვება, მოქმედება, მოძრაობა, წინსვლა. არასოდეს არ დარჩა ამ თავის დარცა და ტკივილში. და დანამდვილებით მიიყვანა საკუთარი თავი იქამდე, სადაც მერე უკვე იწყება ეს ახალი და დიდებული ამბავი. ამიტომ ეს შეყოვნება აქ და დაფიქრება იყო თუ არა ეს გამართლება, თუ ეს იყო საკუთარი ბედის შემოქმედი ადამიანის ქმედებების ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც დასრულდა ესე. აქ საინტერესოა ხოლმე ამაზე პასუხი და მსჯელობა. და ასე კაცობრიობის საუკეთესო მოაზროვნეები ჩვენ გვეუბნებიან შეიმეცნეთ და შეიმეცნეთ პირველ რიგში საკუთარი თავი. და ავთანდილი აი ეს გმირია. ეს არის დამკვირვებელი გმირი, მოქმედი მოძრავი გმირი. ეს ცნობილი გრაფიტიც ალბათ ერთ-ერთი უძველესი დელფოს სამისნოში აპოლონის ტაძარზე შეიცან თავი შენი, გადასარევად აქვს გათავისებული ავთანდილს და კიდევ ერთი მომენტი მასთან დაკავშირებით ძალიან სახასიათო, როსტევანი, როდესაც შეიტყობს ავთანდილი რო გაიპარება მეორეჯერ და როსტევანი შეიტყობს ამის შესახებ, სხვათა შორის მან ხედავთ ჩვენ როსტევანს პირველად და ესეთ გაგულისებულ აფექტურ მდგომარეობაშია თუ გახსოვთ სკამს აიღებს და ლამის შეალეწავს ამბის მომტანს. და მერე როდესაც ცოტათი დაწყნარდება და დამშვიდდება, ესეთ ფრაზას ამბობს ავთანდილზე: თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები. და საინტერესო აქცენტი, ანუ როსტევანი ავთანდილზე არ ღელავს, მან ზუსტად იცის, რომ არ არსებობს ცხოვრებისეული სიტუაცია, დაბრკოლება, პრობლემა, რომელსაც ავთანდილი არ გადალახავს. არ არსებობს მისთვის გამოუვალი სიტუაცია, მაგრამ საკუთარ თავს ტირის. მე ვიციო, რომ შენ გადასარევად იქნები, შენ თუ თავი შენი შენ გახლავს, იქნები მშვენივრად, გაუმკლავდები ყველაფერს, მაგრამ მე რა ვქნა უშენოდ და დარდობს უფრო საკუთარ თავზე. აი ესეთი ერთგვარი გზამკვლევი გვაქვს შემოთავაზებული რუსთველისგან, როგორ ვუშველოთ საკუთარ თავს რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, როგორ შეიძლება გამოვიყვანოთ, გამოვათრიოთ საკუთარი თავი აი აქედან. და ასეთი ეპიზოდი, ასეთი მომენტი ბევრია. მთელი ტექსტი არის ერთგვარი ცხოვრებისეული გზამკვლევი. ვალდორფის სკოლაში მე-11 კლასში ვეფხისტყაოსნის შემდეგ ან ზოგჯერ ვეფხისტყაოსანთან ერთად პარალელურად ჩვენ ვკითხულობთ ხოლმე მე-12 საუკუნეშივე დაწერილ ეპიკურ ტექსტს ვოლფრამ ფონ ეშენბახის პარციფალს, ქართულად ბოლო წლებში თარგმნა არაჩვეულებრივად ბრწყინვალე ელენე კოშორიძემ და აი ვოლფრამ ფონ ეშენბახით თავის პარციფალს, ესეც ძალიან საინტერესო გმირი, აი განსაკუთრებით მოზარდობის ხანაში მნიშვნელოვანი გმირი, რომელიც შეიძლება, რომელზე დაკვირვებითაც ბევრი საინტერესო დასკვნის გაკეთება შეიძლება. და აი ამ ტექსტს იწყებს ეშენბახი ესეთი ფრაზით: ვინაც შეიცნო წუთისოფელი გონება თვისი, იმას სწორად გაუხედნია. ის არც ღუმელს მიეფიცხება, არც უაზროდ იხეტიალებს, არამედ ფეხს აუწყობს ქვეყნის ტრიალს. და აი ზუსტად ესეთი ბიჭია ჩვენი ავთანდილი. ერთი საინტერესო რამ კიდევ, რატომ არის ეს ეპიკური ტექსტი დღესაც ცოცხალი და მნიშვნელოვანი, ეპოსი არის როგორღაც ერთგვარი მოდელი, ერთგვარი კონცენტრატი და ის ერთი მხრივ ასახავს ერის, აი ამ ეპოსის შემოქმედი ცივილიზაციის აზროვნების წესს, ცხოვრების წესს, ხასიათს და მეორე მხრივ განაპირობებს კიდევაც მას. აი ესე უცნაურად ერთი მხრივ ასახავს, მეორე მხრივ განაპირობებს, იმიტომ რომ ეს ხასიათები ფიქსირებული ტექსტებში, შემდეგ რაღაც იმპულსებად გადადის მომავალ თაობებში და ცოცხლდება ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აი ამიტომაც ვფიქრობ ეპოსი, ეპიკური ტექსტები და განსაკუთრებით კი ვეფხისტყაოსანი არასოდეს არ კარგავს აქტუალობას. ავთანდილისგან შეიძლება კიდევ ძალიან ბევრი რაღაცის სწავლა. ყმა სოფლისა ხასიათი, აი ამას ამბობს კიდე რუსთველი მასზე. ყოველთ ფანტასტიკური პერსონაჟია, გმირი, ხასიათი და ერთხელ მოსწავლეებს ვთხოვე რაღაც სპეციალური ჯილდო გადაეცათ ამ ტექსტისთვის, ვეფხისტყაოსნისთვის. მაშინ ვიყავი შთაგონებული ნობელიანტი მწერლების აი დაჯილდოებისას. ძალიან საინტერესო ფორმულირებები აქვს ლიტერატურაში ნობელის პრემიის დაჯილდოებისას, რატომ გადასცემენ ამ ჯილდოს მწერლებს და ვთხოვე ამ შთაგონებულმა რომ მოიფიქრეთ რაღაცა, რის გამოც თქვენ დააჯილდოვებდით ამ ტექსტს მეთქი და ამ ჩემს ჩანაწერს დავასრულებ ჩემი მოსწავლის ნაწერით, რომელმაც დააჯილდოვა ვეფხისტყაოსანი. ესეთი რაღაცას წერს. გადაეცეს ჯილდო რუსთველს იმისთვის, რომ მან შექმნა მრავალფეროვანი, არაერთგვაროვანი პერსონაჟები, რომელთაგან ერთში მაინც აღმოაჩენს საკუთარ თავს. ესეც არის ერთგვარი პასუხი კითხვაზე, არის თუ არა ცოცხალი ეს ტექსტი დღეს. უნდა ვიკითხოთ თუ არა.